სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ძმანო და დანო, დღეს არის მეორე კვირა დიდი მარხვისა, დღეს არის ხსენება უდიდესი წმინდანის ყოველ მარხვის, დიდი მარხვის ყოველ მეორე კვირას, ესე იგი ოძრავი დღესასწაული ხსენება წმინდისა, მღვდელმთავრისა, თესალონიკელ მთავარეპისკოპოსისა გრიგოლ პალამას. ძმანო და დანო, გრიგოლ პალამა მე-14 საუკუნის წმინდა მამა იყო. მრავალი წმინდა მამა გაბწყინებულა. მრავალ წმინდა მამას ქონია საოცარი გასვლა ამ ქვეყნიდან. მაგრამ ისეთი, როგორც გრიგოლ პალამას ჰქონდა, თითქმის არავის. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გარდა, რა თქმა უნდა, აღმატებული ყველაზე თვითანგელოზებზეც, მაგრამ ღვთისმშობლის გარდა არავის სხვა წმინდანებს ისეთი გასვლა, ისეთი გაბწყინება არ ქონიათ, ან თუ ქონიათ ალბათ ერთ-ორს თუ გავიხსენებ ძლივს, როგორც გრიგოლ პალამას ჰქონდა გაბწყინებული გასვლა ამ ქვეყნიდან. როდესაც ის გარდაიცვალა, მისი ოთახიდან მისი კელია მთლიანად გაბწყინდა, ღვთაებრივი ნათელი. იმდენად წყინვალება იყო, რომ არემარეს ეფინებოდა და აი როგორც მზე გაანათებს არემარეს, აი ესე ანათებდეს ამ საოცარი კაცის სული გრიგოლ პალამასი. მე ეს დღეები ფიქრობდი, როცა წერდი ქადაგებას, ფიქრობდი, რატომ გავიდა გრიგოლ პალამა ასე, რატომ გაბწყინდა, უფალმა რატო გააბწყინა ესე გრიგოლ პალამა, რა იყო ამის მიზეზი? თქვენ იცით, გრიგოლ პალამა იყო უდიდესი ასკეტი. ათონის მთა, თქვენ იცით, ეს ადგილიც ღვთისმშობლის წილხვედრია, როგორც ქვეყანა ჩვენი საქართველო. თუმცა მარტო საქართველოა მთელ მსოფლიოში წილხვედრი ქვეყანა. მაგრამ აი ადგილები არის რამოდენიმე. ესე იგი, ერთი იყო კონსტანტინოპოლი, აი ეს მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის, რომ ქალაქი კონსტანტინოპოლი იყო ღვთისმშობლის წილხვედრი. და რადგან უსჯულოდ იქცეოდნენ ის ქალაქები, უსჯულოდ ცხოვრობდნენ, აი დღეს გახდა სტამბოლი. ეს არის სტამბოლი. წმინდა ქალაქი კონსტანტინე ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ეხლა არის სტამბოლი. და მეორე არის ქალაქი კიევი, აი დღეს ასევე ხსენება კიევო-პეჩორის მონასტრის ქვაბთა შინა დავანებულ მამათა ხსენება, კიევიც ითვლება ღვთისმშობლის წილხვედ ქალაქად, ეს ულამაზესი ქალაქი და ასევე ითვლება სერაფიმ საროველის დედათა მონასტერი რომ დაარსა, ესე იგი დამაუწყდა მამატიეთ სახელი, დიეოს მონასტერი ღვთისმშობლის წილხვედრად და ასევე აი ეს ნახევარკუნძული ბერების სამეფო ათონის მთა ითვლება ღვთისმშობლის წილხვედ ადგილად. და აი ეს პატარა სულ 80 კილომეტრი ათონის მთა სიგრძით, სიგანე ზოგან 8, ზოგან 4. აი ესეთი პატარა ადგილია და ძალიან გავს საქართველოს. აი როგორც საქართველოში არის ალპური ზონა, არის ეს დიდებული მყინვარები, მთები, არის ველები, ჭაობიანი ადგილები, არის დაბლობი, ესე იგი არის ყველანაირი ადგილია, მთიანი, ველიანი, აი ესევე არის ზღვიანი, აი ესევე არის ზუსტად ათონის მთა და კიდევ ერთი საინტერესო, რაც საქართველოს ახასიათებს და ასევე ათონს, აქვს უდაბნო ადგილები. უდაბნო ადგილები. ჩვენი უდაბნო იცით თქვენ, ტაო-კლარჯეთი და დავითგარეჯა. და აი ასევე ათონს აქვს ერთი ადგილი უდაბნო. მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი ადგილებია, ვენახი მოდის,
შესანიშნავი ხილი, ყველანაირი, მაგრამ არის ესეთი ადგილიც, უდაბნო ადგილი და აი იქ უდაბნო ადგილზე ერთ გამოქვაბულში ცხოვრობდა გრიგოლ პალამა მრავალი წელი, ასკეტური ცხოვრები, დღედაღამრო ადიდებდა ღმერთს, უგალობდა უფალს და ვარ ბედნიერი იმით რომ აი ეს წმინდა ადგილი მოლოცვილი მაქვს, რომ ერთი სული მქონდა, როდის მივიდოდით, როცა ჩვენ ათონის და მოვილოცეთ ამ წმინდა ადგილზე, მაგრამ მე რო გამოვედით ერთი სული მქონდა, რომ დროზე გამოსულიყავთ, იმიტომ რომ სულ ირგვლივ უდაბნოა შხამიანი გველებით სავსე. აი ესეთ ადგილზე ცხოვრობდა ეს საოცარი კაცი და ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა. მაგრამ არა ამიტომ არ გამწინებულა გრიგოლ პალამა ზმანოდა და ასევე გრიგოლ პალამა იყო უდიდესი ლოცველი, უდიდესი მარხველი, უდიდესი მღვიძარე, სულ რამოდენიმე საათი ეძინა მას, უდიდესი მკითხველი წმინდა წერილის საფრთხო წიგნების და უდიდესი მოწყალეც, ყველაფერი მოკლედ რაც კი სათნოება არის ქრისტიანული ამ კაცში იყო როგორც პავლე მოციქულში ზმანოდა დანოდა აი გეგონებოდა 14 საუკუნის შემდეგ პავლე მოციქულიც ხო თესალონიკში გადაგებდა ეს თესალონიკის მთავარეპისკოპოსი იყო შემდგომ აი როგორც პავლე თესალონიკში გადაგებდა ასევე ეს საოცარი ადამიანი ეს დიდი მღვდელმთავარი ნამდვილი სულიერი მემკვიდრე პავლე მოციქულისა პავლე სულით გადაგებდა თესალონიკში და მაგრამ აი ყველაფერი რაც ჩამოვთავით რაც აქვს ჰქონდა ამ კაცს ამის გამო არ გამწინებულა ის მაშ რა არის მიზეზი ძმანო და დანო რის გამოც ესე გამწინდა ეს საოცარი ადამიანი მე ცოტა კიდე გავაგრძელებ ამ იმიტომ რომ ამ დღეებში რომ იჯექი ქადაგებისთვის გამონახე დრო და წერდი, ვფიქრობდი, გამახსენდა ეს ყველაფერი თესალონიკი, როცა ათონისთა მოვილოცეთ, თვითონ გრიგოლ პალამა თესალონიკში განისვენებს და განისვენებს აია სოფიის ტაძარში. ერთი ხო არის იქ აია სოფია, კონსტანტინოპოლში, დღევანდელ სტამბოლში. ერთი არის კიდე უფრო ძველი ტაძარი, ოღონდ ისეთი დიდი არა, მაგრამ უფრო ძველი აია სოფიის ტაძარი თესალონიკში და არის გუმბათზე მაცხოვრის მეხუთე საუკუნის, როგორც მე მახსოვს, უძველესი მეხუთე საუკუნის მოზაიკური ფრესკა ზმანო და დანო, რომელიც აი მოზაიკური გვეგონება მაცხოვარი რაღაც ცოცხლად არის, თითქოს დაჰყურებს გრიგოლ პალამას, ესე იგი წმინდა ნაწილებს. მე მოვილოცე ეს ადგილები და არის ესეთი გადმოცემა, რომ დიმიტრი თესალონიკელი როგორც წმინდა გიორგის ნაირი დიდი მოწამე თესალონიკში განისვენებს წმინდა გადმოცემა რომ წმინდა დიმიტრი თესალონიკელი იყო ყოველთვის ასე გადმოცემა და დაემატა წმინდა გრიგოლ პალამა დაიცავს თესალონიკს მეორედ მოსვლამდე აი ესეთი გადმოცემა და მართლაც მანო და დანო თურქებმა მართალია ცოტა ხანი დაიპყრეს თესალონიკი, მაგრამ მერე განთავისუფლდა და თესალონიკში ვერ მოიკიდეს თურქებმა ფეხი და დასაწყისიდან ვიდრე დღემდე ეს უმშვენიერესი ლამაზი ქალაქი დღესაც ყვავის და რაღაც არაჩვეულებრივი ქალაქია უამრავი ტაძრები ერთი მინუსი აქვს ერთი დიდი მინუსი ეს რატომ მოვიდათ ბერძნებს არ ვიცი მაგრამ ყველა ტაძარი თითქმის ყველა თესალონიკელის გარდა აი ამ დიმიტრი თესალონიკელის უძველესი ბაზილიკა მე-4-5 საუკუნის უდიდესი უძველესი ბაზილიკა ყველა ტაძარი თითქმის არის დაფარული მრავალსართულიანი სახლებით ძალიან მრავალი არა მაგრამ აი ესე 7-8 სართულიანი სახლები და აი თუ შიგნით არ მიხვალ კარგად ამ ადგილზე ამ ტაძრებთან ეს ტაძრები არ მოჩანს აი ეს სამწუხარო ფაქტია დანარჩენი უამრავი ტაძრები როგორც მე მითხრეს მაშინ ერთი 12 წლის ამბავშვები 300-მდე 400-300-მდე ტაძარია თესალონიკში 1 მილიონიანი ქალაქია როგორც ჩვენი თბილისი და აი შევედით ამ გამოქვაბულში ზაფხულში აღწევს ტემპერატურა 50 გრადუსი და ზამთარში -10
და აი ფიქრობდი რატომ გავწყინდა და მივედი მხოლოდ და მხოლოდ ერთ დასკვნამდე რომ გრიგოლ პალამას ჰქონდა უდიდესი სიყვარული ღვთისა ეს ხო თავისთავად ადამიანების უდიდესი სიყვარული და ის პერიოდი იყო მე-14 საუკუნე ძალიან მძიმე როგორც ბერძნებისთვის ისე ქართველებისთვის ასევე რუსეთისთვის ჩვენ უკვე დასრულებული იყო ჩვენი ოქროს ხანა და როცა იმ ბედნიერ საქართველოს პერიოდში უკვე მე ამ მონღოლების ბატონობა ძალიან მძიმე ასატანი იყო ყველასთვის ყველა ქრისტიან მართლმადიდებელ ქრისტიანებისთვის ძალიან მძიმე პერიოდი იყო მე-14 საუკუნე და ასევე ბერძნებისთვის და ალამა არ დარჩა თუმცა ამ პერიოდში ისე ყვაოდა ბიზანტიის იმპერია ის დაეცა 100 წლის შემდეგ პალამას ცხოვრებიდან და სხვათა შორის ამბობენ რომ წმინდა მამები რომ გრიგოლ პალამას და რამოდენიმე მისი თანამედროვე ასკეტი ბერის ლოცვის გამო ღმერთმა დაიფარა კიდევ 100 წელი ბიზანტია კონსტანტინოპოლი და შემდეგ დაეცა აი მათი წასვლის შემდეგ კიდევ ესენი იყვნენ კიდევ ერთი 100 წელი ბედნიერი იყო მოსახლეობა კონსტანტინოპოლში და აი მერე დაეცა აი ისეთი დიდი მამა იყო რომ მისი ლოცვით იდგა ბიზანტია შეიძლება ასე ვთქვა და აი რომ შევედი გამოქვაბულში და გადავხედე იმ უდაბნოს ამ ყველაფერს ფიქრობდი აქ როგორ ცხოვრობდა კაცი ჩვენთვის ეს მიუღწეველი ჩვენთვის ეს გაუგებარია გონებისთვის მიუწვდომელია და აი გავიხსენე რა ეს ყველაფერი დავფიქრდი აი უდაბნოზე და გონები ძმანო და დავქროდი დაგბოდი აი ხან უდაბნოს ჯურღმულებში ჩავდიოდი ხან პატარა წყაროებში უდაბნო იცი თქვენ როგორი წყაროები ეგ წყალი კი არ არის აი პატარა ცრემლებს უფრო გვანან იქ ნოტიო ადგილები სადაც არის წყალი არ არის ხან გამოქვაბულში გონებით შევდიოდი ხან სად არ მივდიოდი ხან არწივებს ხედავდი გონებაში ხან გველებს ხან რიანკელებს თქვენს გახსოვთ ალბათ უდაბნო ჩვენი დავითგარეჯი ჩვენ ერთხელ დიდი მოგზაურობა გქონდა ერთ დღეს ყველაფერი მოვილოცეთ ნათლისმცემელი დოდოგარეჯა უდაბნო ლავრა და ერთ დღეს მოვახერხეთ თან საკმაოდ ბევრი ხალხი წამოვიდა თუ გახსოვთ ეს მოლოცვა თქვენ და ჩვენ გვეშინოდა რომ ზაფხულში წავედი და სიცხის გვეშინოდა და მოხდა ისე რომ არც წვიმდა და ღრუბელი იყო სულ მთელი მოგზაურობის დროს და ხა ყველას გვეშინოდა გველებისაც ასევე მაგრამ რამოდენიმე ადამიანი ძალიან ეშინოდა ამ გველების და იძულებული ვიყავით რომ დაგვეწყნარებინა გვეთქვა რომ ან გველებზე გამახსენდა გვეთქვა რომ ნუ გეშინიათ კაცო ყველაფერი კარგად იქნება და საოცარი სანახაობა საოცარი ამბავი მოხდა თუ გახსოვთ მაშინ არქიმანდრიტი ლუკა ეხლა მეუფე ლუკა საგარეჯოს და ნინო წმინდის მთავარ ეპისკოპოსი ლუკა მაშინ არქიმანდრიტი წინამძღვარი ძალიან უთბილად შეხვდა და ჩვენ გვიდოდა ტრაპეზობა თუ გახსოვთ ესე იგი ველზე სადმე იქ უდაბნოს ადგილზე მონასტრიდან შორს მე მამა ლუკამ გვითხრა მაშინ მამა ლუკამ ეხლა მეუფე გვითხრა რომ არავითარ შემთხვევაშიო და დიდი სუფრები გამოვიტანეს და იქ გავშალეთ ჩვენ სუფრა და მამა ლუკამ მოვიტანა არაჩვეულებრივი ღვინო და ესეთ საოცარი რამე მოხდა ესე იგი უდაბნო უნდა მოგველოცა კიდევ უნდა გვეტრაპეზა და მოგველოცა და იქ იყო ყველაზე დიდი აი ვისაც ეშინოდა გველების ყველაზე მეტად იმათ ეშინოდათ რომ აი იმ ადგილებშია ყველაზე მეტი უდაბნო ადგილებში უდაბნო მონასტერი როა და აი ესეთ სასწაული მოხდა რო დავლიეთ ერთ ვადიდეთ ღმერთი და ჭიხა გადავკარით და დავიხედე და რას ხედავთ კაცო არწივები ჩვენ თავზე ასე სუფრის თავზე რო იტყვია მონასტრის თავზე მოსული უამრავი არწივი ნამდვილი არწივები და ერთ არწივს უწირავს კლანჭებით უზარმაზარი გველი რაც ნიშანი იყო იმისა რომ ნუ გეშინიათო რა გველისო და დამარცხებულია გველიო და აი მეოთხე ნახე რა ხდება და რაღაც უშიშად წავედით მოსალოცად ნუ ეს ცოტა გადახვევა მაპატიეთ მომივიდა და აი ფიქრობდი და მე ამას ვამახვილებ ყურადღებას უდაბნოზე ერთი რამის გამო აი გეტყვით ბოლოში უდაბნო არის
საოცარი ადგილი განსჯისთვის, ფიქრისთვის, ლოცვისთვის, საერთოდ უდაბნო ღმერთმა შექმნა სამონასტრო ცხოვრებისთვის, ბერებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს აი მსოფლიოს ამქვეყნიური დატევება. აი უდაბნოში რო ხარ, საოცარი რამ ხდება. აი სულელი კაციც რო წავიდეს უდაბნოში, თუ ხმას არ მოიგებს, რომ დადგეს მარტო, უკვე ბრძენივითა. რაღაც საოცარი. უდაბნო არც ამქვეყნიურია, არც ზეც აი გეგონება ზეცისა და ამქვეყნიურ შორის პლაცდარმი, გასაყარი ადგილია. ესე იგი, რომ მოიხვალ უდაბნოში გარეჩი ხო ყოფილხარ, თუ მარტო განმარტოვდები ხო უფრო თითქოს მთელი სამყარო გამქრალი აღარ არსებობს, დრო გაჩერებული. მაგრამ მიწა ხო დედამიწაზე ხარ და აი თითქოს კარიბჭია ზეცასა და ამქვეყნიურ შორის. კიდე გადახვევას ვაკეთებ, რა ვიცი, მაპატიეთ, მაგრამ მინდა ასევე ერთხელ დაახლოებით 2 თუ 3 წლის უკან ჩვენ დაგვემგზავრა ესე მივდიოდით უდაბნოში და მოხდა ისე რომ მრევლ სტუმრად ყავდა რუსეთიდან ერთი ძალიან საპატივცემულო ქალბატონი და ძალიან ისეთი კარგი ინტელიგენტი ქალი და რო დაგვემგზავრა და 10 ის გარეჯის უდაბნო რო ნახა განცვიფრდა ქალი, განცვიფრდა. აი ესე იგი შეიშალა მთელი მსოფლიო ჰქონდა მოვლილი ამას. ესეთი რამ არ მინახია. და უცნაური რა არის, იცი რომ რუსეთი ხო უზარმაზარი ქვეყანა, მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანა რუსეთია. რა არა რუსეთს ხო? მაგრამ უდაბნო არა. ესე იგი ამ პატარა საქართველოს ისია მოწყობილი ღვთისაგან, რომ აი ამ პატარა საქართველოს, ამ პატარა უდაბნო ეს ქალი გააგიჟა, მოხიბლა, გააოგნა. აი დავით გარეჯის უდაბნოზე და მართლაც რომ ახსენდება საოცარი რამ ხდებოდა თან იმ დღეს ზოგჯერ საგაიხსნებოდა ღუბლიანი იყო ზე გამოჩნდებოდა ზოგჯერ ცისარტყელა ზოგჯერ დაიფარებოდა შორს წვიმდა აქეთ ანათებდა საოცრებები ხდებოდა და აი ძმანო და დანო უდაბნოში ეს დიდი წმინდანი უდაბნო არის ისეთი ადგილი ძმანო და დანო რომ აი მთლიანად უკვე ღმერთთან ხარ. უნდა რა თქმა უნდა ილოცვა ხარ, თუ არაფერი გააკეთე. და უკვე მთლიანად ღმერთთან ხარ. ყველაფერი მოწყვეტილია. არაფერი აღარ გიშლის ხელს. და უდაბნოში რაღაცა იშლება უკიდეგანო სივრცე თავისუფლების. აი როგორც წყალში თევზი ისი ადამიანი უდაბნოში. აი გალაქტიონის ლექსი გამახსენდა თუ ავიღებთ ამ ლექსს რომ თავისუფლება სულს ისე მოწყდა ვით დაჭრილი ირმების გუნდს წყარო ანკარა აი უდაბნოში იქნება ეს წყურვილი მოკული სხვაგან ვერ მოიკლა ვერსაც მანოდა და ისეთ საოცარი ადგილი და გრიგოლ პალამას იმდენად უყვარდა უდაბნო და აღარ უნდოდა გამოსვლა იქიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდოდა მაგრამ იგი მისთვის ისეთი ტანჯვა წამება იყო უდაბნოდან გამოსვლა და თესალონიკის ეპისკოპოსად იქ კურთხევა და იქ ესე იგი ეპისკოპოსობა თესალონიკში ისეთი ტანჯვა წამება იყო რომ არ ვიცი აი როგორც ჩვენ ახლა რა ვიცი რომ გაგვიყვანო შანთები და წამებით რომ მოკლა თქვათ აი ესეთი ტანჯვა წამება მაგრამ ადამიანების სიყვარულის გამო რევნის სიყვარულის გამო მან დაუტევა უდაბნო ძმანო და აი ასეთი დიდი სიყვარულის გამო რაც მას გააჩნდა მრევლისადმი, თავის ხალხისადმი, ყველა ქრისტიანისადმი. აი ამ სიყვარულის გამო უფალმა გააბწყინა ეს საოცარი კაცი ძმანო და გრიგოლ პალამა. და იგი რა თქმა უნდა იყო არაჩვეულებრივი ქადაგებელი, არაჩვეულებრივი ქადაგებების შემოქმჩა 3 ტომი დღესაც და აი ფიქრობდი რა რომ რა იყო მიზეზი აი ეს დასკვნა გამოვიტანე და ნამდვილად ესე რომ ის იყო ძმანო და დანო უდიდესი მოსიყვარული ადამიანი და მის ქადაგებებს რომ წავიკითხოთ მისი ქადაგება წითელზოლივით არის სულ სიყვარულზე ლაპარაკობს აი როგორც იოანე ღვთისმეტყვი სულ ეუბნება ყველას გიყვარდეთ ერთმანეთი და როდესაც მე მის ჰომილიებს გადავხედე ამ დღეებში გაოცებული ვიყავი რომ სულ სიყვარული
და მართლაც მე დავიწყე ფიქრი ზმანოდა დანო რომ რა საოცარი ეს ცხოვრება და თქვენ იცით დღეს რა ხდება ან ჩვენთან ან სხვაგან როგორ დაძაბულია მდგომარეობა როგორ თითქოს მესამე მსოფლიოს ომის პირას დგას მთელი ქვეყნიერება და რისთვის რატო ჭამს ადამიანი ერთმანეთს რატო იმიტომ რომ ესეთი ადამიანი ცალკე ეშმაკი რომელიც ბევრს აღარ აწამს და წვილი გონია და ცინის და ხარხარებს ეშმაკი ხარხარებს ზუსტად სწორედ ყველას კაცობრიობაზე რომელიც ესეთ მდგომარეობამდე მივიდა და იმიტომ რომ დაცემული ადამიანის ბუნება და თუ მცლებებს არ შეასრულებს ქრისტეს მცლებებს ივლი ამგზით ივლი იქნება მუდამასე რაც ხდება ეს ყველაფერი უსამართლოა და რაც უბედურება ხდება ეს არის მხოლოდ ერთი რამის გამო რომ ქრისტეს არ არის შევდომილი ნაწილი კაცობრიობის ამის გამო მეტი არაფერი და გრიგოლ პალამა გვასწავლის ჩვენ სიყვარულს და გვასწავლის უმთავრესად მის ქადაგებებში ასევე ნათლად ჩანს ერთი შტრიხია გამოყოფილი გრიგოლ პალამა გვეუბნება რომ გაუფრთხილდით სარწმუნოებას როგორც სახარებაშია გველებზე ხშირად ვახსენე და ესეც ვახსენე მაცხვარი გვეუბნება იყავით ბრძენ ვითარცა გველი რატო სიბრძნე გველის რაშია იცავს თავს თუ თავს არ გაუჭეჭყავ გველს თუ გადაჭერი შუაში მაინც იცოცხლებს და ჩვენი თავი არის ქრისტე ჩვენი თავი არის ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნება და თუ ჩვენ ამას არ გაუფრთხილდით თუ თითოეული ადამიანი არ გაუფრთხილდა თავის თავში სარწმუნოებას მაშინ ის ამ ორომტრიაში რაც დღეს ქვეყანაზე ხდება ამდენი საცდური ამდენი ამბავი აუცილებლად დაიღუპება ზმანოდა და იღუპება კიდევაც უამრავი ადამიანი და ვერ ხვდება რაშია საქმე ამაშია შენ უნდა შეასრულო ქრისტეს ცნებები და შენი ცხოვრება გასწორდება იქნება ბედნიერი და თუ არა მაშინ იქნები ეს დაღუპული და გადაგვარებული და მე მინდა დავასრულო მაგრამ ასევე ერთი შეგონებით ითხრათ რომ აღარ მოგაწყენთ ქონდა ამოწერილი გრიგოლ პალამას ქადაგების ფრაგმენტიც მაგრამ პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ ეპისტოლეშიც ადგილი რომ უსიყვარულოდ თუ გინდა იღვაწე უსიყვარულოდ თუ გინდა რაცგენ მტარი გააცოცხლე თუ გინდა მთას უთხარი გადადექი და გადადგეს ესეთი რწმენას რო კონდეს უსიყვარულოდ არაფერი არ ახლა და მაგრამ რაღაც გავაგზავნე უფრო სხვა მიმართულებით და ახლა მინდა დავასრულო და გითხრათ ბოლოს სიტყვა ესე იგი ფიქრობდი რომ რას როგორ გვატყუებს ეშმაკი ყველა ადამიანი თითქმის ფიქრობს გამდიდრებაზე სენია უკვე არა მარტო ჩვენი ყველა საერთოდ კაცობრიობის ამის გარდა არაფერზე აღარ ფიქრობს თითქოს ყველა ყოველი ადამიანი და როგორ გვატყუებს ეშმაკი ზმანოდა დანო მაგალითისთვის ავიღოთ რას უნდა მიაღწიო ახლა ამ ქვეყნად რას უნდა მიაღწიო თქვა ბრეჟნევი მყავს ეტალონად იმიტომ რომ ყველას გვახსოვს ჩვენ ბრეჟნევი ეს იყო ამაზე დიდი დიდების მომსვლე ჩვენ არ ვართ ხო არავინ არ იყო ასეთი ამერიკის პრეზიდენტები 4 წელი და მიდიან ხო თქვა ეს კაცი ამდენი წელი ათეული წელი სოფლიოს თითქმის 1/3 თუ 4-ს თითქმის განაგებდა ბრძანებლობდა და ლამის ღმერთად გამოაცხადეს ყველაფერი გახადეს მწერალიც პოეტიც მეცნიერიც რა ვიცი ყველაფერი იყო და ყველა სახლში ყველა სკოლაში ყველგან სადაც მიხვდოდი მისი სურათი იყო და ხო გახსოვს როგორ მოხდა და მე დღესაც მახსოვს ის ხმა კუბო ჩაუვარდა რა მოხდა არ ვიცი როგორ ჩააგდეს ორმოში და მე მიწას და ქვებს რო ქვის ხმა როგორ ეყრებოდა ვის ბრეჟნევს გეკითხებით ახლა
რა ყოფილა ეს ცხოვრება. აი გეკითხებით, როდესაც ჩვენ რაღაცას ვოცნებობ და გვინდა რომ მივაღწიოთ რაღაც სიმდიდრეს და კარიერას და ძალაუფლებას, ამაოება არ არის ბრეჟნევის დონემდე ხო ვერ მივაღწევ. ეგ აღარ არსებობს იმხელა იმპერია. ხო? შეიძლება მაქსიმუმ ვიღაცამ მიაღწიოს დიდი თუ პატარა ქვეყნის პრეზიდენტობას. ბრეჟნევთან შედარებით რა? და ის მოუწევს ყველა პრეზიდენტს, რაც ბრეჟნევს. ჩააგდებენ იმაში მიწაში და ეგ არის. ამისთვის შეიძლება ძმანო და დანო რომ ადამიანმა აი ესე იოცნებოდა ამას შესწირო ყველაფერი? ან თქვა პრეზიდენტობას მივახცევთ ერთი. ესე იგი დანარჩენი? კაი თქვა მინისტრობას კიდე ერთი ათეული. დანარჩენი? ან მილიარდელობას ერთი-ორი კაცი, მილიონერობას კიდე ერთი 20 კაცი. ამას ხო ვერ მივახცევთ ვერასოდეს. ან თუ მიაღწევს ერთეულები და ისეც რა არის ხო გეუნები. ხო ხედავ, ასე რომ ძმანო და დანო ბატუებს ეშმათ. ჩვენ უნდა მივყვეთ ქრისტეს. ჩვენ არავის სხვას არ უნდა დაუჯეროთ. უნდა დაუჯეროთ ქრისტეს მის ცნებებს და უფალი გვეუნება. სიტყვებია უფლის ბეჭედია. გარდაუვალია უფლის სიტყვა, რომ პირველად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისა, ესე იგი იყავით მორწმუნეები და ცნებები შეასრულეთ. და ესე ყოველი, აი ჩვენ რაზე ვფიქრობთ, მინდა ყველა ოცნებო, ესე ყოველი, რომელიც უფალმა იცის, როგორია საჭირო ჩვენთვის და რამდენი და რა არის საჭირო, ესე ყოველი მოგეცემის თქვენ. ამაზე მეტი სიტყვა რა გინდა? უცნაური რა არის, იცი? ზოგჯერ ჩვენ პოლიტიკოსების გჯერა, ესეთი ადამიანი, ხო? აი პოლიტიკოსის ვინც მოწონს ადამიანს, ზოგს ის მოწონს, ზოგს ეს მოწონს ადამიანს. ყველაფერი ჯერა. გაგიჟდები ადამიანს. აი ხო არიან ესეთი პოლიტიკოსები, ზოგს ის მოწონს, ზოგს ეს მოწონს. ესე იგი, ის მიმდევრები მათი პირდაპირ აუცილებლად იქნება ესეო, რაც გითხრა, აუცილებლად ჯერა ჩვენ. იმიტომ გვიყვარს ის ვისაც ვენდობით, ვისაც ვირჩევთ. იმის გჯერა და აქ ღმერთი გეუნება და იმის არ გჯერა. აი რა დონემდე ვარ დასული ეშმაკი როგორ გვატყუებს ძმანო და დანო. ასე რომ აი ამას ვფიქრობდი ყველაფერს და გრიგოლ პალამას ჰომილიები არის ესეთი დარიგება ჰომილიებში. მიყევით ნათელ გზას, ესე იგი ქრისტეს გზას, რომ არიალოთ ბნელში, თორემ ამ ქვეყნადაც დაიტანჯებით და მარადიულ ჯოჯოხეთს მიიღეთ. ამიტომ ამაზე კარგი, ამაზე შვენიერი რა არის ძმანო და დანო, რომ აქაც იქნები ბედნიერი და მარადიულ ნეტარ ცხოვრებას დაიმკვიდრე. დიდება უფალს გრიგოლ პალამას ლოცვით ვაკურთხოს დავლოცოს უფალმა. აქ არის ხატი გრიგოლ პალამასი, ეს ერთმა მრევლმა ჩამომიტანა, მიდებულია წმინდა ნაწილებს და შეგიძლიათ ნემთხვიოთ და დაილოცოთ. გრიგოლ პალამა ასევე არის სასაუთ მოქმედი. აკურთხოს.